ხაზარაძის პარტიამ ფულს გამოყოფს სავარაუდო არჩევნებზე, რომელიც იცის რომ არც დაინიშნება. რა თქმა უნდა, სადაც ისინი ფულის ხარჯვას იწყებენ იმ არჩევნებისთვის, რომელიც იციან ნამდვილად რომ ჩატარდება ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში. ეს ერთი და მეორე, მინდა რომ მათ სამორჩეველმა ლელოს და პარტია საქართველოსთვის გულისხმობ, იცოდნენ რომ და მათ შორის სხვა ოპოზიციურ პარტიებმა მათაც უმალავენ სავარაუდოდ, იცოდნენ რომ ეს ორი პარტია გამალებით ემზადება ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში. ჩვენ ველოდებით ოპოზიციის გარკვეული ჯგუფი, ოპოზიცია წოდებული სუბიექტების გარკვეული ჯგუფი ჩაერთვება არჩევნებში, გარკვეული ჯგუფი კი ამაზე უარს იტყვის, ვინაიდან აქ უკვე გამოიკვეთა სააკაშვილის ფაქტორი. ამათ გეგმა ჰქონდათ, რომ რევოლუცია წარმატებული იქნებოდა და მithumas არ შემოვიდნენ პარლამენტში. ისე როგორც ბელორუსიაში და რუსეთში ამ ივანიშვილის მოღალატე კრიმინალთა ბანდამ არჩევნები როგორც ასეთი საქართველოში უკვე კარგი ხანია, როგორც მინიმუმ 2018 წლიდან გააუქმა და საქართველოში ტარდება სპეცოპერაცია, რომელსაც არქმევენ არჩევნებს. შესაბამისად, ნაციონალური მოძრაობა არ აპირებს ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობის მიღებას და დარწმუნებული ვარ, არც ერთი დემოკრატიული, პროდასავლური, ნორმალური პოლიტიკური ძალა არ მიიღებს ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობას. ჩვენთვის რეგიონში ვიზიტი არის ძალიან ჩვეულებრივი სამუშაო რუტინის ნაწილი და მე ვფიქრობ ის რომ ეს ვიღაცებს შეიძლება უკვირდეთ როგორ სტუმრობს პოლიტიკური პარტია რეგიონს ეს აჩვენებს ქართულ პოლიტიკურ ანომალიას უფრო მეტად ვიდრე რამე სხვა. ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის ამას ყოველთვის ვამბობდით განსხვავებით სხვა პარტიებისგან არაფერი არ დაგვიმალავს პირდაპირ ვამბობდით და ვამბობთ რომ რა თქმა უნდა ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის და ამ ხრივ არაფერი არ შეცვლილა. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი იმისა რომ ოქტომბერში ჩატარდება როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ასევე ხელახალი საპარლამენტო არჩევნები.